არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ითამაშა უკვე საქართველოს ნაკრებმა. ამ მხრივ მე ვფიქრობ, პრობლემა არ აქვს, ნამდვილად გაზრდილი არიან ბიჭები. 8 დღეურად შეკრებაზე ვარ, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, ტაქტიკურადაც, თეორიულადაც. ვფიქრობ, მზად ვარ ხვალინდელი თამაშისთვის, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვიზახოთ მზად ვარ თქო, მაინც თამაში გამოხდება ყველაფერი. სწორედ აი ამისთვის იყო შესარჩევი, ამისთვის თამაშობდით 8-მდე მოსულიყავით. კარგია რომ ვისწავლეთ ფინალამდე მოსვლა და ვფიქრობ, ამ ორ თამაშში კიდევ ძალიან ბევრი რამე გამოჩნდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივარის, იმიტომ რომ მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ასე რომ მოვუწოდებთ ხოლ ყველას, რომ ხვალ ბიჭებს ჩვენ ყველას გვერდში დაგვიდნენ და ერთიანად იქნებ დავიმსახუროთ ევროპაზე მოხვედრა. აქამდე მოსვლა არ იყო ნამდვილად მარტივი და იული გზა, გამოვიარეთ ძალიან რთული თამაშები. მაგალითად კოსოვოს ნაკრები ვფიქრობ, რომ იყო გადამწყვეტი, რამაც მოგცა ჩვენი საგზური, დღეს თამაშობთ უკვე ხვალ მთავარ მატჩს, ესე რომ ვთქვათ. ხოლო თვითონ სლოვაკეთის ნაკრებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თანაბარი მეტოქია, თანაბარი ძალები გვაქვს, შეიძლება ცოტა უპირატესობას აძლევდეს გამოცდილება თვითონ გუნდს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ორ თამაში ვინც უფრო მეც იბრძოლებს, სწორ ფეხბურთს ითამაშებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, რაც მთავარია, ის გუნდი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატს. სულ სხვა არის, როცა სავსე ტრიბუნაში თამაშობ და სავსე დარბაზი გიჭერს მხარს, ასე რომ მოვუწოდებ, რომ მობრძანდნენ, მოვიდნენ და ერთად ძალიან დიდი ძალა ვიქნებით და ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.